მოგესალმებით. დღევანდელი ჩვენი ვებინარის თემა არის ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენა. ვფიქრობ, რომ საინტერესო ვებინარის თემა გვაქვს და თქვენთვის ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ამოწურავი ინფორმაციის მიღება. შესაბამისად, მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ჩვენს ხელთ არსებული ყველა ინფორმაცია გაგიზიაროთ. ასევე თქვენგანაც მოვისმენთ კითხვებს. გთხოვთ, რომ თქვენ გექნებათ შესაძლებლობა მოკლედ კითხვის დასმის და თხოვნა გვაქვს, რომ Q&A განყოფილებაში ვებინარის მიმდინარეობის პროცესში დასვათ თქვენთვის საინტერესო კითხვები და ვებინარის ბოლოს გავყვებით და ყველა თქვენთვის საინტერესო კითხვას ვაპასუხებ. ამიტომ გთხოვთ, რომ მაქსიმალურად ჩაერთოთ და ყველა კითხვაზე ამომწურავ პასუხს გაგცემთ. პირველ რიგში მოდით გაგიზიარებთ დღევანდელი ვებინარის განრიგს. პირველი ეტაპი იქნება საინფორმაციო ნაწილი, რაც გულისხმობს, რომ ჩვენ შესახებ მოგაწვდით ინფორმაციას, გაგიზიარებთ ფინოს შესახებ მოკლედ ინფორმაციას თუ ვინ ვართ ჩვენ, რა საქმიანობას ვაწევით და როგორ ოპერირებთ ბაზარზე. შემდეგ გვექნება უკვე თემები განხილული, რომელიც შეეხება უშუალოდ ფიზიკური პირის ქონების დეკლარაციის წარდგენას, რა უნდა გაითვალისწინოთ, როგორ ხდება დეკლარაციის წარდგენა, როგორ უნდა განსაზღვროთ ზოგადად ოჯახის შემოსავალი, რა ტიპის შემოსავალი უნდა დავაგენერიროთ შემოსავლის კატეგორიაში, როგორ ხდება ტექნიკურად დეკლარაციის წარდგენაც, ამას RS-ის მეშვეობით გაჩვენებთ კიდეც. ასევე დასაბეგრ ქონებაში რა უნდა შეიტანოთ და ზოგადად რა არის ქონების გადასახადის განაკვეთები. ასევე მოგაწვდით ინფორმაციას, რომ ხშირად უშვებენ შეცდომებს იმ კუთხითაც, რომ არ იციან გათავისუფლების შემთხვევები და მოგაწვდით ამაზეც ინფორმაციას, რომ რა იქნება, ესე რომ ვთქვათ, ის საკითხები, რომელიც შეგიძლიათ, რომ გადასახადისგან გაითავისუფლოთ. და ასევე ბოლოს მოგაწვდით ინფორმაციას იმასთან დაკავშირებითაც, თუ რა შემთხვევაში შეგვიძლია არ წარვადგინოთ ფიზიკური პირის ქონების დეკლარაცია. ასევე ინფორმაციას მოგაწოდებთ საგადასახადო სანქციებზე, დეკლარაციის არ წარდგენის შემთხვევაში, თუ რა ჯარიმებთან არის ეს ყველაფერი დაკავშირებული და სანქციებთან. და როგორც გითხარით, RS-ის მეშვეობით პრაქტიკაშიც გაჩვენებთ, თუ როგორ ხდება დეკლარაციის შევსება და წარდგენა. ბოლო ეტაპზე უკვე როცა ყველა ნაწილს გავიბლით და ამოვწურავთ მოკლედ თეორიულ ნაწილს, გვექნება შესაძლებლობა, რომ თქვენთვის საინტერესო კითხვებს უფრო მეტად უპასუხოთ და თქვენი კონკრეტული кейსები განვიხილოთ. შესაბამისად, Q&A განყოფილებაში თქვენს მიერ დასმული ნებისმიერი შეკითხვა იქნება მოკლედ გაჟღერებული ჩვენი მხრიდან და ასევე გაგცემთ მასზე პასუხს. ბოლოს, ვებინარის ბოლოს, გვინდა რომ მოკლედ ვინც დღეს გვესწრებით და გამოხატავთ ჩვენ დობას და ხართ ჩვენთან ერთად, ჩვენი მხარდაჭერა გამოხატოთ თქვენს მიმართ და პატარა საჩუქარიც გვექნება მოკლედ მომზადებული და ვებინარის ბოლომდე თქვენა რა დარჩეთ, ვინაიდან ეს საჩუქარიც მოისმინოთ და ნახოთ. ასევე შეიძლება იყოს კითხვა და აქვე უპასუხებ, რომ ვებინარის ჩანაწერი აუცილებლად გაგიზიარდებათ, მეილზე თქვენი მეილები შენახული გვაქვს და ჩანაწერს აუცილებლად გამოგიგზავნით. მაშინ დავიწყოთ, მოდით უშუალოდ ვებინარი. მოგიყვებით ფინოს შესახებ. ფინო არის აუდიტორული და ბუღალტრული სერვისების კომპანია. ჩვენ უკვე 13 წელზე მეტია, რაც ბაზარზე ვართ და ვთავაზობთ ბიზნესს სხვადასხვა ტიპის მომსახურებებს, როგორიც არის აუდიტი, ბუღალტერია, ინვენტარიზაცია, საგადასახადო კონსალტინგი და ასე შემდეგ. ამ ყველა ინფორმაციას ასევე შეგიძლიათ ჩვენ საიტზეც გაიცნოთ და დაგვიკავშირდეთ თქვენი საჭიროებების მიხედვით. ჩვენ ვართ ასევე MSI Global Alliance-ის წევრები, რომელიც არის საერთაშორისო წამყვანი ალიანსი და ეს ყველაფერი გვეხმარება იმაში, რომ ბაზარზე ვიყოთ კონკურენტუნარიანები და ასევე ვიცოდეთ ასე რომ ვთქვათ, ახალ ტენდენციების შესახებ ინფორმაცია და შემდეგ უკვე ეს ჩვენს ბაზარზეც დავნერგოთ და შესაბამისად მუდმივად ავუწყოთ ფეხი საერთაშორისო ესე ვთქვათ ტენდენციებს ჩვენ სფეროში. რაც შეეხება ჩვენ გამოცდილებას, ჩვენი გამოცდილება როგორც უკვე გითხარით 14 წელს ფარავს და უკვე 15 წელსაც გავხდებით თებერვალში. ამ პერიოდის განმავლობაში დავაგროვეთ 386 კლიენტი კომპანია, ასევე გვაქვს 20 სექტორში მუშაობის გამოცდილება და ერთჯერადი პროექტი, რაც გულისხმობს მაგალითად აუდიტს, ინვენტარიზაციას, გამოხორციელეთ 270-ზე მეტი. რაც ძალიან გვეამაყება და შესაბამისად ამ ჩვენი განხორციელებული პროექტებიდან გამომდინარე, ბევრი სხვადასხვა ჯილდოც მიგვიღია და მათ შორის გამოვყოფთ 3-ს, რომელიც ჩვენთვის ძალიან საამაყოა.
პირველი ეს იყო მერიტოს ჯილდო, რომლითაც ჩვენ გვაღიარეს როგორც წლის პროფესიონალები. ასევე მელიორაში მივიღეთ როგორც ყველაზე პასუხისმგებლიანმა დამსაქმებლებმა ესეთი ჯილდო წლის და ასევე მივიღეთ კიდევ ერთი ჯილდო თანამშრომლებზე მზრუნველი კომპანია გავხდით წლის 2024 წელს, რომელიც ასევე ძალიან გვემაყება და ეს ჯილდოები მოკლედ არ არის ჩვენი დასრულება წარმატებების და კიდევ მუდმივად ვაგრძელებთ, რომ ვიყოთ მოკლედ მოწინავეები ჩვენ სფეროში. რაც შეეხება საერთაშორისო კავშირებს, უკვე გესაუბრეთ იდეაში, რომ ვართ MSI Global Alliance-ის წევრები და ეს ალიანსი მოკლედ აერთიანებს 25 წლიან გამოცდილებას, ასევე 100-მდე ქვეყანას და 250-მდე კომპანიას, რომელთან ერთადაც ჩვენც ვუზიარებთ ერთმანეთს გამოცდილებებს, ვიღებთ მათ რჩევებსაც, გამოცდილებას და ამასთან ერთად მოკლედ გლობალურ ბაზარზეც შეგვიძლია რომ გქონდეს მათთან ურთიერთობა და მხარდაჭერა. ეხლა გაგეცნობით უშუალოდ ჩვენ ვინ ვართ და ვინ იქნება დღეს ვებინარის მსვლელობის დროს თქვენთან ერთად. მე ვარ ჩიკო ჩარკვიანი, პარტნიორების აზროვნების მიმართულებით ვარ კომპანიაში. 5 წელზე მეტი გამოცდილება მაქვს და ვცდილობ რომ ყველა კომპანიას, ვისაც ჩვენთან ურთიერთობის დაწყებას სურს, დავეხმარო, რომ სწორი მასზე მორგებული მომსახურება მიიღოს. ჩემთან ერთად იქნება ჩვენი კოლეგა ნინო გათენაძე, რომელიც არის საოპერაციო მიმართულების ხელმძღვანელი ფინოში. აქვს 10 წელზე მეტი გამოცდილება და დღეს ნინო იქნება ჩვენთან ერთად, ვინც გაგიზიარებს უშუალოდ ფიზიკური პირის ქონების დეკლარაციებთან დაკავშირებით, რა უნდა გაითვალისწინოთ ის თეორიული თუ პრაქტიკული საკითხები, რომელიც დაგეხმარებათ შემდგომ თქვენი პირადი ფიზიკური პირის დეკლარაციის ჩაბარებაში. სანამ ნინოსთან გადავალთ, მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რომ Q&A განყოფილებაში აუცილებლად მოიწერეთ თქვენთვის საინტერესო კითხვები. ვებინარის ბოლოს ყველა მათგანს გავივლით და მაქსიმალურად შევეცდებით, რომ ხარი დაგიჭიროთ და მოახდინოთ სწორად დეკლარაციის ჩაბარება, ისე რომ არ მოხდეს თქვენთან რაიმე სანქციის ან საგადასახადო რისკის აღმოჩენა. მადლობა კიდევ ერთხელ რომ ჩვენთან ერთად ხართ. ახლა ნინოს დავუთმობ უკვე ვებინარის მსვლელობას და ვებინარის ბოლოს შემოგგერთდებით, რომ გავიაროთ უკვე თქვენთვის საინტერესო საკითხები უფრო დეტალურად. მადლობა. მადლობა საინტერესო წარდგენისთვის. მოგესალმებით მეგობრებო კიდევ ერთხელ. მადლობთ რომ გამონახეთ დრო დღევანდელი ვებინარისთვის და ვფიქრობ რომ ძალიან საინტერესო და საჭირო იქნება თქვენთვის. სანამ უშუალოდ ფიზიკური პირის ქონების დეკლარაციის საკითხებზე გადავიდოდეთ, მინდა 2 სიტყვით გითხრათ ქონების გადასახადის შესახებ. თქვენ იცით, რომ საქართველოში მოქმედებს 6 ძირითადი გადასახადი და აქედან ქონების გადასახადი არის ერთ-ერთი და სხვა გადასახადებისგან განსხვავდება იმით, რომ თუ ყველა სხვა გადასახადი არის აქვს გარკვეული განაკვეთი, ქონების გადასახადი არის დიფერენცირებული მაგალითად ტერიტორიული ერთეულების მიხედვით. საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიაზე ქონების გადასახადი არის განსხვავებული. ეს არის ძირითადად ქონების გადასახადის განსხვავება სხვა ძირითადი გადასახადებისაგან. ვინ წარადგენს ზოგადად ქონების გადასახადს, ხომ? ქონების გადასახადის წარდგენის ვალდებულება აქვს რეზიდენტ საწარმოს და ორგანიზაციას, ასევე არარეზიდენტ საწარმოს საქართველოში არსებულ ქონებაზე და რა თქმა უნდა, ქონების გადასახადის წარდგენის ვალდებულება აქვს ფიზიკურ პირს. დღეს მხოლოდ შემოვიფარგლებით ფიზიკური პირის ნაწილით, ანუ ფიზიკური პირის ქონების დეკლარაციაზე ვისაუბრებთ, რადგან ჩვენი ვებინარი ზუსტად ფიზიკური პირის ქონების დეკლარაციის სავადო თარიღის მოახლოებას უკავშირდება და მოდით გადავიდეთ ახლა თვითონ ვებინარის საკითხებზე. რა შემთხვევაში აქვს ფიზიკურ პირს დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება, ხო? ყველა შემთხვევაში ფიზიკური პირი არ არის ვალდებული დეკლარაცია წარადგინოს, რაღაც გარკვეული პირობები უნდა იყოს, რომ დადგეს ეს ვალდებულება. პირი ვალდებულია წარადგინოს დეკლარაცია იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ტერიტორიაზე გააჩნია დასაბეგრი ქონება და ამავდროულად ამ პირის ოჯახის წინასვლის შემოსავალი აღემატება 40,000 ლარს.
ასევე პირი ვალდებულია წარადგინოს ქონების დეკლარაცია იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ტერიტორიაზე გააჩნია დასაბეგრი მიწა, მიუხედავად შემოსავლების ოდენობისა. ესე იგი, მიწის შემთხვევაში, ყველა ვარიანტში, მიწის ფლობის შემთხვევაში, ყველა ვარიანტში წარადგენთ ქონების დეკლარაციას, თუნდაც ნულოვანი შემოსავალი ქონდეს ჩვენ და ჩვენი ოჯახის წევრებს, ხოლო დასაბეგრი ქონების ფლობის შემთხვევაში არსებობს ხვრები, ანუ 40,000 ლარს ზემოთ თუ არის ჩვენი შემოსავალი, მხოლოდ მაგ შემთხვევაში წარვადგენ. ვის შეუძლია რომ უშუალოდ წარადგინოს ფიზიკური პირის ქონების დეკლარაცია? ამ დეკლარაციის წარდგენა შეუძლია ოჯახის ნებისმიერ სრულწლოვან წევრს დაადეკლარირებს ჩვეულებრივად და შეიტანს სრულ ინფორმაციას თავისი ოჯახის წევრების და მათი დასაბეგრი ქონებისა და მიწის შესახებ. აქ ყურადღება მისაქცევია, რომ თუ ოჯახური დეკლარაცია იგზავნება, უნდა წარადგინოს მხოლოდ ერთმა წევრმა, ვთქვათ, ორმა წევრმა თუ წარადგინა და სრული ინფორმაცია მიუთითა, ხორმაგი გადასახადის გადახდა მოგიწევთ. ეს კორექტირება ამისი შეიძლება, მაგრამ თავიდანვე ჯობია რომ გაითვალისწინოთ. როგორც ნახეთ, დიდწილად ფიზიკური პირის ქონების გადასახადი და ზოგადად დეკლარირება დაკავშირებულია ოჯახის ჯამური შემოსავლის განსაზღვრაზე. ანუ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორად განსაზღვროთ ეს შემოსავალი, რადგან მერე ამაზე არის დამოკიდებული გადასახადების სწორად დათვლა, ხო? სანამ შემოსავლის განსაზღვრაზე გადავიდოდეთ, პირველ რიგში უნდა განისაზღვროს ოჯახის პირთა წრე, ვინ შედის ოჯახის შემადგენლობაში. პირველ რიგში ოჯახის შემადგენლობაში შედის პირი, მისი მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და გერი. ასევე პირთან მუდმივად ცხოვრები მშობელი, შვილი და გერი, ძმა, ბებია, პაპა, შვილიშვილი, რომლებიც საერთო მეურნეობას ეწევიან. განსათვალისწინებელია, რომ რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლეების და მათი არასრულწლოვანი შვილების შემთხვევაში ყველა ვარიანტში ისინი ითვლებიან ოჯახად და აქვთ ოჯახური დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება, მიუხედავად იმისა, ცხოვრობენ თუ არა ისინი ერთად. და სხვა შემთხვევაში პირი ინდივიდუალურად რეალობიდან გამომდინარე საზღვრავს, ვინ არის მასთან მუდმივად მცხოვრები, ოჯახის წევრი და ეწევიან საერთო მეურნეობას თუ არა და ამის მიხედვით წარადგენს დეკლარაციას. ეხლა ვისაუბროთ იმაზე, რა უნდა შევიტანოთ ფიზიკური პირის მიერ წლის ფიზიკური პირის და მისი ოჯახის წევრების მიერ წლის განმავლობაში მიღებულ შემოსავლებში. მეგობრებო, აქ შეიტანება როგორც ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული დასაბეგრი შემოსავალი, ასევე ნებისმიერი სხვა შემოსავალი, მათ შორის ის შემოსავალიც, რომელიც არ არის დაკავშირებული ეკონომიკურ საქმიანობასთან. ასევე აქ შეიტანება დარიცხული ხელფასი. აქ მითითებული გვაქვს, რომ სპეციალური დაბეგრის რეჟიმების შემთხვევაში განსხვავებული წესი არსებობს და ამას შემდეგ სლაიდებზე განვიხილავთ. და აქვე მინდა გითხრათ, რომ ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომა, რაც არის ხოლმე შემოსავლის განსაზღვრაში, არის ის, რომ შეაქვთ მხოლოდ, ანუ შემოსავალში ითვალისწინებენ მხოლოდ ხელფასს და ამ ხელფასსაც გადასახადების შეთვლით დარიცხულს კი არა, მხოლოდ ნეტ ხელფასს, ხელზე ასახებ ხელფასს ითვალისწინებენ, რაც არ არის სწორი, როგორც ნახეთ, ხელფასის გარდა, დარიცხული ხელფასის გარდა უნდა შევიტანოთ ეკონომიკური საქმიანობიდან და ასევე სხვა საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები. წერან ვახსენეთ, რომ სპეციალური დაბეგრის რეჟიმებისთვის ცოტათი განსხვავებული წესი მოქმედებს, მაგალითად, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი თავისი შემოსავლების განსაზღვრისას მცირე ბიზნესის საქმიანობიდან მიღებული შემოსავლის მხოლოდ 25% შეიტანს შემოსავალში, ხოლო დანარჩენი საქმიანობიდან, რაც მცირე ბიზნესს არ ეკუთვნის, აქედან მიღებულ შემოსავალს სრულად შეიტანს. მაგალითად, თუ ფიზიკური პირი მცირე ბიზნესის პირის შემოსავალი წლის განმავლობაში მცირე ბიზნესის საქმიანობიდან არის
პირობითად 80,000 ლარი და ამავდროულად მას აქვს სახელფასო შემოსავალი, დასაქმებულია პარალელურად სხვაგან და აქვს სახელფასო შემოსავალი 50,000 ლარის ოდენობით. აი ამ სახელფასო შემოსავალს შეიტანს დარიცხვის 50,000 სრულად, ხოლო მცირე ბიზნესის საქმიანობიდან მიღებული შემოსავალის მხოლოდ 25%, ანუ ჩვენ შემთხვევაში 20,000 ლარს და გამოვა რომ ამ პირის წლიური შემოსავალი არის 70,000 ლარი და დეკლარაციის შევსებისას შემოსავლის პირობაში ამ ზღვარს მიუთითებს. რა ტიპის შემოსავალი არ უნდა გავითვალისწინოთ შემოსავლის კატეგორიაში. წეგან ვისაუბრეთ რა უნდა გავითვალისწინოთ, ეხლა ვისაუბროთ იმაზე რა ტიპის შემოსავალი არ უნდა გავითვალისწინოთ შემოსავლის განსაზღვრაში. აქ არ გაითვალისწინება ოჯახის წევრისგან მემკვიდრეობის ჩუქებით ან განქორწინების საფუძველზე მიღებული ქონების ღირებულება. ვიცით რომ ჩუქება ზოგადად სარგებელია და შემოსავალში შეიტანება, მაგრამ ამ ქონების გადასახადის მიზნებისთვის თუ ეს ჩუქება ოჯახის წევრისგან ხდება და არა სხვა პირისგან, ამ შემთხვევაში შემოსავლის კატეგორიაში არ შევიდან. ასევე არ შეიტანება ფიზიკური პირის მიერ 2 წელზე მეტი ვადით მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინის სახლის რეალიზაციით მიღებული შემოსავალი. მაგალითად, თუ მე ბინას ფლობდი 3 წელი და ამის შემდეგ გავყიდე, აქედან მიღებულ შემოსავალს არ შევიტან ქონების მიზნებისთვის შემოსავლის კატეგორიაში, ხო? აქ არის ასევე კარგი ჩანაწერი, რომ ჯამდება მამკვიდრების და მემკვიდრის მიერ ქონების ფლობის პერიოდი. ეხლა მარტივად გეტყვით, რას ნიშნავს ის. მაგალითად, ბებიამ თავის პირველი რიგის მემკვიდრეს გადასცა ბინა, ბებია ვთქვათ, რომ ფლობდა 2 წლის მანძილზე, 3 წლის მანძილზე, შვილი ფლობდა ამ ბინას 5 თვე და ამის შემდეგ მოახდინა ბინის რეალიზაცია. მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ 5 თვე ფლობდა შვილი და შემდეგ გაყიდა ეს ბინა, მაინც არ შეაქვს შემოსავალში, აი ზუსტად ამ ჩანაწერის საფუძველზე, იმიტომ რომ ბებიის და პირველი რიგის მემკვიდრის ამ შემთხვევაში შვილიშვილის ფლობის პერიოდები ჯამდება და სულ გამოვიდა 3 წელნახევარი, ამიტომ ამ რეალიზაციით მიღებულ შემოსავალს არ შეიტანს ეს ფიზიკური პირის შემოსავალში. ასევე არ შეიტანება იძულებით გადაადგილებულ პირებისათვის დევნილებისთვის სახელმწიფოს მიერ გადაცემული ქონების თავდაპირველი რეალიზაციით მიღებული შემოსავალი და ასევე არ შეიტანება ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის და მიკრობიზნესის სტატუსის მქონე პირის მიერ აღნიშნული ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი. მიკრობიზნესის და ფიქსირებული გადასახადიდან მიღებული შემოსავლები მოკლედ არ შეიტანება შემოსავლის კატეგორიის განსაზღვრისას. რა ტიპის შემოსავლები არ უნდა გავითვალისწინოთ შემოსავლის კატეგორიაში, ამ საკითხს ვაგრძელებთ ისევ. ასევე არ უნდა შევიტანოთ მკურნალობის ან სამედიცინო მომსახურების ხარჯების დასაფინანსებლად საქველმოქმედო ორგანიზაციიდან მიღებული სარგებელი. ანუ თუ ჩვენი ჯანმრთელობის საჭიროებისთვის მივიღეთ დაფინანსება საქველმოქმედო ორგანიზაციიდან სამედიცინო მიზნით, სამკურნალოდ, ესეთ შემთხვევაში ჩვენ შემოსავლებში არ შევიტანთ ამ თანხას, მაგრამ აქ გასათვალისწინებელია, რომ ეს ვრცელდება მხოლოდ საქველმოქმედო ორგანიზაციიდან მიღებული დაფინანსების შემთხვევაში. თუ თქვათ მაგალითად შეპესე სხვა ტიპის ორგანიზაცია და გვაფინანსებს, ეს ჩვეულებრივად უნდა შევიტანოთ შემოსავალში. და ასევე არ შეიტანება დაქირავების მიერ დამქირავების ავტომობილის პირადი სარგებლობისთვის გამოყენებით მიღებული სარგებელი. ჩვენ გავიარეთ საკითხები, ვინ უნდა წარადგინოს, რა შემთხვევაში წარადგენს ფიზიკური პირი ქონების დეკლარაციას, როგორ განისაზღვრება ოჯახის პირთა წრე, როგორ უნდა დავიანგარიშოთ შემოსავალი, რა შეიტანება, რა არ შეიტანება და მოდით ვნახოთ მარტივი მაგალითი.
წარმოადგენთ ფიზიკური პირის ოჯახურ დეკლარაციას 2024 წელზე და აქ მოცემულია 2024 წელს ოჯახის წევრთა შემოსავლები. დედის შემოსავალი არის დარიცხული ხელფასი 30,000 ლარი, მამის 20,000 ლარი, დივიდენდი დარიცხული 25,000 ლარი, დივიდენდით შეიტანება შემოსავალში ხელფასთან ერთად. შემოსავალი მცირე ბიზნესის საქმიანობიდან არის 60,000 ლარი და შვილის შემოსავალი მიკრობიზნესიდან 5,000 ლარი. ეხლა გავიაროთ ეს შემოსავლები და გავმარტოთ, გავსაზღვროთ, რა უნდა შევიტანოთ და რა არა შემოსავალში. ესე იგი, დარიცხული ხელფასი დედის და მამის ორივე სრულად შეიტანება, დარიცხული დივიდენდით სრულად შეიტანება, რა თქმა უნდა, შემოსავალი მცირე ბიზნესის საქმიანობიდან მხოლოდ 25%-ით შეიტანება, ანუ 60,000-ის 25%, აი ეს 15,000 ლარია და გამოვიდა, რომ ოჯახის ჯამური წლიური შემოსავალი 2024 წელს შეადგენს 90,000 ლარს. მიკრობიზნესი, როგორც წინა სლაიდებზე ვთქვით, მიკრობიზნესიდან მიღებული შემოსავალი, ჩვენ შემთხვევაში ეს 5,000 ლარი, არ შევა ოჯახის წლიურ შემოსავალში. მოკლედ, ოჯახი წარადგენს ოჯახურ დეკლარაციას და შემოსავლის პირობაში მიუთითებს, რომ ოჯახის შემოსავალი არის 40-დან 100,000 ლარიან ზღვარში. ამას კიდევ დეკლარაციის შევსების დროსაც ვნახავთ ვებინარის ბოლოს. ეხლა ვისაუბროთ იმაზე, როდის ხდება დეკლარაციის წარდგენა და გადასახადის გადახდა. დეკლარაციის ვებინარი უკავშირდება სავადო თარიღის მოახლოებას. 1 ნოემბერი არის წარდგენის თარიღი, ზოგადად, ანუ ფიზიკურმა პირმა ქონების დეკლარაცია უნდა წარადგინოს არაუგვიანეს კალენდარული წლის 1 ნოემბრისა, ხოლო გადასახადი, როგორც სასაბეგრო ქონებაზე, ასევე მიწაზე, უნდა გადაიხადოს არაუგვიანეს კალენდარული წლის 15 ნოემბრზე. ჩვენ შემთხვევაში წელს ისე დაემთხვა, რომ 1 ნოემბერი არის შაბათი დღე და კოდექსის თანახმად ვიცით, რომ თუ თარიღი ემთხვევა არასამუშაო დღეს, ვადა გადადის შემდეგ სამუშაო დღეს, ანუ ბოლო თარიღი ფიზიკური პირის დეკლარაციის წარდგენისა არის 3 ნოემბერი და ასევე გადასახადის გადახდის თარიღიც 15 ნოემბრის ნაცვლად გადავა 17 ნოემბერს, იმიტომ რომ 15 ნოემბერიც ემთხვევა არასამუშაო დღეს. მოდით ახლა ვისაუბროთ იმაზე, რა შედის დასაბეგრ ქონებაში. ზოგადად თქვათ ის, რომ ქონებაში მოიაზრება როგორც დასაბეგრი ქონება, ასევე დასაბეგრი მიწა, ხომ? დასაბეგრი ქონება არის პირის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მათ შორის დაუმთავრებელი მშენებლობა, შენობა, ნაგებობა ან მათი ნაწილი, იახტები, კატარღები, თვითმფრინავები, მსუბუქი ავტომობილები, ასევე არარეზიდენტისგან ლიზინგით მიღებული ქონება. და თუ პირი ახორციელებს, თუ ფიზიკური პირი ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას, ასევე დასაბეგრ ქონებაში შეიტანება მის ბალანსზე ძირითად საშუალება დაღრიცხული აქტივები, დაუმონტაჟებელი მოწყობილობები და ასევე ლიზინგით გაცემული ქონება. რაც შეეხება დასაბეგრ მიწას, აქ შედის პირის საკუთრებაში არსებული მიწა, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწა, რომლითაც სარგებლობს ან რომელსაც ფლობს პირი, ასევე დასაბეგრ მიწაში შეიტანება პირის მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებული მიწა, რომელიც არის რეგისტრირებული გარდაცვლილი პირის სახელზე. აქ არის გამონაკლისი, როდესაც ასეთი ფლობა ან სარგებლობა ხორციელდება ქირის, იჯარის და სხვა მსგავსი ხელშეკრულების საფუძველზე, ასეთ შემთხვევაში არ შეიტანება დასაბეგრ მიწაში. ვისაუბროთ ამ სლაიდზე ქონების გადასახადის განაკვეთებზე. ზოგადად დასაბეგრ ქონებაზე საგადასახადო ვალდებულება განისაზღვრება საგადასახადო წლის 31 დეკემბრისთვის მოქმედი განაკვეთით, ხოლო დასაბეგრ მიწაზე საგადასახადო წლის 1 აპრილის მდგომარეობით მოქმედი განაკვეთით. ამ პერიოდებისთვის დგინდება განაკვეთები. თუ ვთქვათ, მაგალითად, დასაბეგრული ქონების განაკვეთებში ცვლილება 31 დეკემბრის შემდეგ ვთქვათ 2025
წლის მარტში მოხდა, მიუხედავად იმისა, ჩვენ ეხლანდელი დეკლარაციის წარდგენისას მაინც გამოვიყენებთ 31 დეკემბრის მდგომარეობით მოქმედ განაკვეთებს. უпростоრად ჩვენ კი არ გამოვიყენებთ, ჩვენ შევიტანთ დეკლარაციაში და სისტემა თვითონ 31 დეკემბერს მოქმედი განაკვეთების მიხედვით დაარიცხავს და დაიანგარიშებს გადასახადებს. და მნიშვნელოვანი და ყურადღება მისაქცევია ის, რომ დეკლარაციაში დასაბეგრი ქონება აისახება საბაზრო ღირებულებით, ხოლო დასაბეგრი მიწა ფართობის მიხედვით, ხომ? ჩვეულებრივ საწარმოს ორგანიზაციის ქონების გადასახადისაგან ძირითადი განსხვავება დასაბეგრ ქონებაში ის არის, რომ საწარმოს ან ორგანიზაციის შემთხვევაში საშუალო წლიური საბალანსე ღირებულება შეიტანება, ხოლო ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონების შემთხვევაში დეკლარაციაში შეიტანება დასაბეგრი ქონება შეიტანება საბაზრო ღირებულებით. ყურადღება მისაქცევი ასევე არის ის, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობის შესახებ ინფორმაცია დეკლარაციაში უნდა შევიტანოთ ჰექტრებში და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შესახებ ინფორმაცია კვადრატულ მეტრებში. ამას დეკლარაცია შევსების დროსაც გვაჩვენებს და ჩვენს ყურადღება უნდა მივაქციოთ, იმიტომ რომ თუ აგვერია ესენი გადასახადებში დათვლაში ძალიან დიდი აცდენები გვექნება. ქონების გადასახადის განაკვეთები, როგორც დასაწყისში ვთქვით, არის დიფერენცირებული, როგორც ტერიტორიული ერთეულების მიხედვით, ასევე ფიზიკური პირის შემოსავლების მიხედვით. როგორც ვთქვით, 40,000 ლარამდე პირს არანაირი დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის გადახდის 40,000 ლარ შემოსავლამდე პირს დასაბეგრ ქონებაზე არანაირი გადასახადის გადახდის ვალდებულება არ აქვს. 40-დან 100,000 ლარამდე შემოსავლების მქონე ოჯახებისთვის ქონების გადასახადის განაკვეთი არის საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0,05% და არაუმეტეს 0,2%. 100,000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისთვის საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0,8%-ისა და არაუმეტეს 1%-ისა. ანუ რაც უფრო მეტია ფიზიკური პირის ან მისი ოჯახის ჯამური წლიური შემოსავლის ვარი, საგადასახადო განაკვეთიც, ქონების განაკვეთი მით უფრო დიდია. ხო, რაც შეეხება დასაბეგრ მიწას, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების და ტყის მიწებზე ქონების გადასახადის წლიური საბაზრო განაკვეთები, როგორც ვთქვით, დიფერენცირებული ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების და მიწის კატეგორიის მიხედვით დგინდება 1 ჰექტარზე გაანგარიშებით, ხომ? მაგალითად, სათიბებისა და სახნავისა და საკანონმდებლო შემთხვევაში ეს განაკვეთი 1 ჰექტარზე გაანგარიშებით შეადგენს 56-დან 100 ლარამდე, სათიბებისა და საძოვრების შემთხვევაში უფრო დაბალი განაკვეთია და 5-დან 20 ლარამდე არის ეს თანხა. აი მაგალითად წარმოდგენა რომ გქონდეთ როგორი განსხვავება არის 1 ჰექტარზე განაკვეთებში სახნავის შემთხვევაში. აი აქაც მითითებული მაქვს, რომ თბილისში 1 ჰექტარზე შეადგენს 100 ლარს მიწაზე გადასახადი და რუსთავში 94 ლარს და ესე განსხვავებულია საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიაზე. არის შემთხვევები, როდესაც ფიზიკური პირის ქონება გათავისუფლებულია ქონების გადასახადისაგან. ერთი შემთხვევა არის ის, რადგან უკვე ვისაუბრეთ, რომ ფიზიკური პირის დასაბეგრი ქონება გარდა მიწისა გათავისუფლებულია თუ ამ პირის ან მისი ოჯახის მიმდინარე კალენდარული წლის წინა წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლები არ აღემატება 40,000 ლარს. მოკლედ, თუ შემოსავლები წინა წლის, აი თქვათ
რეალური მაგალითიდან რომ ვიმსჯელოთ, ხომ? დღეს 2025 წელს 2025 წელს თუ გვინდა რომ წარვადგინოთ ფიზიკური პირის ქონების დეკლარაცია, ვუყურებთ 2024 წლის შემოსავლებს, ხომ? თუ ვნახავთ, რომ ამ წელს ჩვენი და ჩვენი ოჯახის წევრების შემოსავლები ჯამურად 40,000 ლარს არ აღემატება, ამ შემთხვევაში ჩვენ თავისუფლდებით დასაბეგრო ქონებაზე, ქონების გადასახადისაგან. ნუ გარდა მიწის, ამ მიწის შემთხვევაში ვთქვით, რომ ყველა ვარიანტში ვადეკლარირებთ და ვიხდით გადასახადს. ქონების გადასახადებისგან გათავისუფლებულია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომლის ნაყოფიერი ფენას სანახევროდ ან მეტადაა დაზიანებული სტიქიის შედეგად და ეს უნდა დასტურდებოდეს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ გაცემული ცნობით. ანუ სახელმწიფო შეღავათს აძლევს მფლობელს იმ მიწაზე, რომელი მიწა სტიქიის შედეგად არის დაზიანებული, რომელი მიწის ნაყოფიერი ფენად სტიქიის შედეგად არის დაზიანებული. ასევე შეღავათი არის 2004 წლის 1 მარტის მდგომარეობით ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებულ 5 ჰექტრამდე ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზეც და შეღავათი არის და უпростоრად გათავისუფლებული არის 2011 წლის 1 იანვრის მდგომარეობით იძულებით გადაადგილებული ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული 5 ჰექტრამდე ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. გათავისუფლებულია ასევე მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად ცხოვრები პირის სტატუსის მქონე პირის საკუთრებაში არსებული მაღალმთიანი დასახლების ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთი, ანუ ორი პირობაა, რომ გათავისუფლება მოხდეს, ხომ? პირს უნდა ჰქონდეს მაღალმთიანი დასახლებაში მუდმივად ცხოვრები პირის სტატუსი და ასევე ეს მიწის ნაკვეთიც უნდა მდებარეობდეს ამავე ზონაში, ამავე დასახლებაში. ასევე გათავისუფლებული არის მრავალბინიან სახლში მცხოვრები ფიზიკური პირის თანასაკუთრებაში არსებული ფართობის პროპორციულად განსაზღვრული დაბებლის ობიექტი, ანუ მიწის ნაკვეთი, მაგალითად ძალიან გავრცელებული მაგალითი არის ეს ჩვენ ვთქვათ თბილისში, იმ კორპუსებში, სადაც ცხოვრობთ, წესით უნდა გვეკუთვნოდეს პროპორციულად კორპუსი ხომ დამაგრებული არის მიწაზე. წესით უნდა გვეკუთვნოდეს პროპორციულად ჩვენი ბინის ფართობის პროპორციულად ამ მიწაზე ქონების გადასახადი, თუმცა ამ ჩანაწერის საფუძველზე ფიზიკური პირი გათავისუფლებულია მიწაზე ქონების გადასახადისაგან. ასევე გათავისუფლებულია მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე საცხოვრებელ სახლებზე ან ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები და ეს გათავისუფლება საქართველოს სხვადასხვა ადმინისტრაციულ ტერიტორიულ საზღვრებში არის განსხვავებული. სტანდარტულად ზოგან სრულად არის გათავისუფლებული, ზოგან კი გარკვეული პროცენტულობით და ამას როგორც ვთქვით, ადგილობრივი მუნიციპალიტეტი განსაზღვრავს. და ეს დადგენილი შეღავათები, რაც ჩამოვთვალეთ, აღწევდება იმ შემთხვევაში, თუ მიწა არის იჯარით, უზურპფრუქტით, ქირით ან სხვა ამგვარი ფორმით გადაცემული სხვა პირისთვის. ვისაუბრეთ, რა შემთხვევაში უნდა წარადგინოს ფიზიკურმა პირმა ქონების დეკლარაცია და ახლა ვისაუბროთ, რა შემთხვევაში შეგვიძლია რომ არ წარვადგინოთ ფიზიკური პირის ქონების დეკლარაცია. რამდენიმე შემთხვევა არის აქ ჩამოთვლილი. თუ საგადასახადო კოდექსით დადგენილი შეღავათების გათვალისწინებით პირს საგადასახადო პერიოდის მიხედვით საგადასახადო ვალდებულება არ წარმოეშობა, შეუძლია რომ არ წარადგინოს ქონების დეკლარაცია. თუ საანგარიშო წლის წინა პერიოდის მიხედვით ქონების გადასახადის დეკლარაცია წარდგენილია ან დარიცხულია ქონების გადასახადი საგადასახადო ორგანოს მიერ, ამ შემთხვევაშიც შეგიძლიათ რომ არ წარადგინოთ ფიზიკური პირის დეკლარაცია. ასეთ შემთხვევაში თუ თქვენ წარდგენას არ მაგალითად წინა წელს ჩვეულებრივ დეკლარაცია გაგზავნილი გაქვთ სრულყოფილად და მიმდინარე წელს არაფერი არ იცვლება არც თქვენ დასაბეგრ ქონებაში და არც მიწაში,
სისტემა ავტომატურად დააგენერირებს დეკლარაციას და დაგარიცხავთ გადასახადებს წინა წლის დეკლარაციის მიხედვით. ესეთ შემთხვევაში შეგიძლიათ, რომ თქვენ თვითონ არ დაადეკლარებთ, მაგრამ თუ რაიმე ტიპის ცვლილება ხდება თქვენს დასაბეგრ ქონებაში და მიწაში, აუცილებლად წარადგინოთ დეკლარაცია და შეიტანოთ ცვლილებები. ასევე პირს შეუძლია არ წარადგინოს ქონების დეკლარაცია იმ შემთხვევაში, თუ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სხვა. აი ზოგადად მაგალითად თუ ჩვენი მიწა რეგისტრირებული გვაქვს საჯარო რეესტრში ან სხვა მარეგისტრირებელ ორგანოში, ეს ინფორმაცია გაიცვლება და გადაეცემა შემოსავლების სამსახურს და ამ ინფორმაციის საფუძველზე შემოსავლების სამსახური ავტომატურად არიცხავს გადასახადებს. ესეც შემთხვევაში პირს არ აქვს ვალდებულება, რომ დეკლარაცია წარადგინოს, რადგან გადასახადების დარიცხვა ისედაც მოხდება. და პირს ამაზე მივა შეტყობინება და ინფორმირებული იქნება გადასახადების შესახებ. და რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ პირი არ წარადგენს დეკლარაციას, ან წარადგენს ვადის დარღვევით, ან არასწორად, ხომ? ამ საკითხს, სანქციების საკითხს არეგულირებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 274 მუხლი და ამ მუხლის თანახმად, თუ დეკლარაციის ფიზიკურ პირს ეკუთვნოდა დეკლარაცია და წარადგინა ვადა-გადაცილებით, თუ ეს ვადა-გადაცილება არ აღემატება 2 თვეს, ამ შემთხვევაში პირი დაჯარიმდება გადასახდელად დასარიცხი თანხის მხოლოდ 5%-ის ოდენობით, ხოლო თუ დეკლარაციის დაგვიანება 2 თვეს აღემატება, უფრო მეტია, ასეთ შემთხვევაში პირი დაჯარიმდება გადასახდელად დასარიცხი თანხის 10%-ის ოდენობით. მოკლედ, ეს გადასახადების დარიცხვა, რა თქმა უნდა, არ გამორიცხავს იმას, რომ არ გათავისუფლებთ თქვენ ძირითადი გადასახადებისაგან, ჯარიმასთან ერთად ძირითადი გადასახადებიც დაგერიცხებათ. ასე რომ, მეგობრებო, ყურადღებით უნდა იყოთ, ყურადღებით განსაზღვროთ თქვენი და თქვენი ოჯახის წევრთა წლიური შემოსავლები, გაითვალისწინოს რა შედის, რა არ შედის, რა შეიტანება დასაბეგრ ქონებაში, რა არ შეიტანება და ამის მიხედვით წარადგინოთ თქვენი ქონების წლიური დეკლარაცია. სანამ კითხვებისა და პასუხების რეჟიმზე გადავიდოდეთ, როგორც გითხარით, მინდა რომ ვნახოთ დეკლარაციის შევსების პრაქტიკული მაგალითიც მინდა რომ გაჩვენოთ. ამისთვის გამოვიყენებთ სატესტო მომხმარებელს, RS პორტალის სატესტო მომხმარებელს და ფიზიკურ პირს წესით თუ გააჩნია დასაბეგრი ქონება, უნდა ქონდეს თავისი RS პორტალი. აქ შესვლის შემდეგ უნდა მოვძებნოთ ფიზიკური პირის ქონების დეკლარაცია, თუ თქვათ გამოტანილ მოდულებში არ არის, აი საძიებო ველიდან შეგიძლიათ მოძებნოთ. ფიზიკური პირის ქონების დეკლარაცია, ხომ? ხსნით ახალ დეკლარაციას, აქ ხა სატესტო ვერსია და ბევრი დეკლარაციები არის შექმნილი. ჩვენ გავხსნათ ახალი. პირველი, რასაც ყურადღება უნდა მიაქციოთ ამ დეკლარაციის შევსებისას, არის აი აქ გამოტანილი წელი. რა წელსაც გამოიტანს დეკლარაცია, ის წელი უნდა დატოვოთ. აი 2024-ზე გადავიყვანთ იმ შემთხვევაში, თუ ვაზუსტებთ წინა წლის დეკლარაციას, 2023 წლის დეკლარაციას ვაზუსტებთ, ან წარდგენილი არ არის და გვინდა რომ წარვადგინოთ. ეხლა 2025 წელს გზავნით მონაცემებს 2024 წელზე, მაგრამ აქ დავტოვებთ აი ამ წელს, არ ვცვლით მოკლედ ამ წელს.
სანამ რაიმე პირობას მოვნიშნავთ, აი დეკლარაციას აქვს ესეთი ფორმა, მეტი ჩანართები არ ჩანს. უნდა მოვნიშნოთ ქონების გადასახადის პირობა პირველ რიგში. თუ მოვნიშნავთ, რომ პირის შემოსავალი არ აღემატება 40,000 ლარს, აქ გამოგვიტანს დეკლარაციის ტიპს, საოჯახოა თუ ინდივიდუალური. მაგალითად, მოვნიშნოთ, რომ დეკლარაცია არის საოჯახო. ჩვენ ვიცით, რომ 40,000 ლარს თუ არ აღემატება პირის შემოსავალი, მას მხოლოდ დასაბეგრ მიწაზე აქვს გადასახადის გადახდის ვალდებულება, ფლობის შემთხვევაში, რა თქმა უნდა. ამიტომ დეკლარაცია ამ პირობის მონიშნის შემთხვევაში მხოლოდ აი მიწაზე ქონების გადასახადის გაანგარიშების ველი გამოგვიტანა, დასაბეგრი ქონების ველი ამ შემთხვევაში არ გვაქვს. აი ნახეთ, არ არის. ეხლა შევცვალოთ პირობა და მოვნიშნოთ, რომ პირის ან ოჯახის შემოსავალი შეადგენს 40,000-დან 100,000 ლარამდე, ხო? ეხლა დეკლარაცია გამოგვიტანს როგორც შესავსებ ველებს, როგორც მიწაზე, ასევე დასაბეგრ ქონებაზე. იგივენაირად მოხდება აი ამ პირობის არჩევის შემთხვევაშიც, რა თქმა უნდა. და მოდით აქვე ვთქვათ, რას ნიშნავს ეს ველი, განცხადების ველი. განცხადების ველს და ამ პირობას მოვნიშნავთ იმ შემთხვევაში, თუ გასული საგადასახადო წლის მიხედვით ვიყავით ქონების გადასახადის დეკლარანტი, ხოლო მიმდინარე წლისთვის ქონების გადასახადში საგადასახადო ვალდებულება არ წარმოგვეშვა. მაგალითად, თუ მე წინა წელს ფლობდი დასაბეგრ ქონებას და ვიყავი დეკლარანტი, წარვადგინე დეკლარაცია და მიმდინარე წელს 2024 წელს ეს ქონება აღარ მქონდა უკვე საკუთრებაში, მე აუცილებლად 1 ნოემბრამდე, წლევანდელ შემთხვევაში არაუყიანეს 3 ნოემბრისა, აუცილებლად უნდა გავხსნა ეს დეკლარაცია, მოვნიშნო განცხადება, აი ეს განცხადების ველი, აი აქ ტექსტიც არის განცხადების, რომ აღარ ფლობს დასაბეგრ ქონებას და გავგზავნოთ დეკლარაცია. თუ ამას არ გავაკეთებთ, მეგობრებო, როგორც ვებინარის წინა ნაწილში აღნიშნე, ჩვეულებრივ სისტემა დაგარიცხავთ წინა წელს წარდგენილი დეკლარაციის მიხედვით გადასახადებს. მოდით ახლა დეკლარაციის შევსება ვცადოთ, მოვნიშნოთ აი ეს პირობა, შემოსავალი შეადგენს 40,000-დან 100,000 ლარამდე და ვთქვათ, რომ წარვადგენთ ინდივიდუალურ დეკლარაციას. პირველი, აი ისე არის აწყობილი დეკლარაცია, რომ დეკლარანტს გაუადვილდეს მონაცემების შევსება. ეხლა ეს სატესტო ვერსია, მაგრამ ჩვეულებრივ რეალურ ვერსიაში აი ამ ღილაკზე დაკლიკებით გამოიტანს წინა წელს თქვენს მიერ დადეკლარირებული მიწების სრულ ჩამონათვალს და მე ამ ჩამონათვალიდან თქვენ შეგიძლიათ მონიშნოთ, რომელსაც რეალურად ფლობთ მიმდინარე წლის 1 აპრილის მდგომარეობით და აი ამ გადატანის ღილაკით მხოლოდ ის მიწები გადაიტანოთ სრულად ან ნაწილობრივ მიმდინარე წელს ქონების დეკლარაციის წარდგენისას, ხო? მოდით ვცადოთ ახლა დეკლარაციის შევსება, მიწის ტიპში იწერება, რა ტიპის მიწა, დაუშვათ, რომ გვაქვს სასოფლო-სამეურნეო მიწა, სათიბი, მოვნიშნოთ მდებარეობა, მაგალითად იყოს გორის სოფლები, მოვნიშნო, აქ უნდა ჩაიწეროს მიწის ფართობი, ვიცით, რომ დასაბეგრი მიწის შესახებ ინფორმაცია შეიტანება ფართობის მიხედვით და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შემთხვევაში უნდა შევიტანოთ ჰექტარებში, ხო? პირობითად ვთქვათ, რომ ეს მიწა არის 5 ჰექტარი. აქ გამოგვიტანს შეღავათების ჩამონათვალს, აი მათ შორის ჩვენ რომ ვახსენებთ საცხოვრებელ სახლზე მიმაგრებული მიწა, აღმოჩნდა რომ ამ რეგიონში სრულად თავისუფლდება, ავტოფარეხზე მიმაგრებული მიწა 21 კვადრატული მეტრის ოდენობით თავისუფლდება, ხო? ჩვენ ამ შემთხვევაში არ ჩაუღრმავდეთ საკითხს და მოვნიშნოთ, რომ შეღავათით არ ვსარგებლობთ, სისტემამ ამ მონიშნის შემდეგ თვითონ დაითვალა გადასახადი და აი ეს აღმოჩნდა, რომ
5 ჰექტარზე ვიწევს 100 ლარის გადახდა. პლუს ლილაკით ჩვეულებრივ ვამატებთ და აი აქ უკვე ჩაჯდება მიწის შესახებ, დასაბეგრი მიწის შესახებ ინფორმაცია. ეხლა ერთი მაგალითი შევასვოთ დასაბეგრ ქონებაზეც. მაგალითად იყოს საკუთარი სახლი, ხო? იყოს თბილისი, არ აქვს მნიშვნელობა, ეს მონიშნოთ და დასაბეგრი ქონების შესახებ აუცილებლად ფიზიკური პირის მიერ დეკლარაციის წარდგენისას გვჭირდება საბაზრო ღირებულება. თქვათ ამ საკუთარი სახლის საბაზრო ღირებულება იყოს 200,000 ლარი და აქაც მოვნიშნოთ, რომ შეღავათით არ ვსარგებლობთ. აქაც განსხვავებით მიწის დასაბეგრი მიწისა, დასაბეგრი ქონების შემთხვევაში არის ველი, სადაც შეგიძლიათ მიუთითოთ აი ამ საკუთარი სახლის ფლობის პერიოდი. თუ თქვენ მაგალითად სრული 2024 წელი არ ფლობდით ამ სახლს და ფლობდით მაგალითად მხოლოდ 9 თვე, აი აქ მიუთითეთ, რომ 9 თვე არის ფლობის პერიოდი და შესაბამისი პროპორციით დაგერიცხებათ გადასახადი. ჩვენ შემთხვევაში ეს გადასახადი გამოვიდა 300 ლარი. აქაც პლუს ლაკით დავამატებთ და შემდეგ გადავგზავნით დეკლარაციას. დეკლარაციის გადაგზავნის შემდეგ გამოგიტანთ ამ შეტყობინება, სადაც ჩანს ჯამური გადასახადის თანხა და აქვე თქვენი გვერდიდან შეძლებთ რომ გადასახადის ელექტრონული გადახდა განახორციელოთ. მოკეთ მეგობრებო, ეს იყო, რაც ამ დროისთვის მინდოდა გამეზიარებინა ქონების დეკლარაციასთან დაკავშირებით და ეხლა თიკოს დავუთმობ რაიმე კითხვები გექნებათ. ამწურავად რო გაგვეცანი ინფორმაცია. მეგობრებო, დავიწყებთ ახლა კითხვა-პასუხის რეჟიმში გადასვლას უკვე და თქვენთვის საინტერესო კითხვებზე ვეცდებით, რომ ეტაპობრივად გაგცეთ პასუხი. პირველი კითხვა არის ესეთი, გამარჯობა, ისევ დგას თუ არა დღის წესრიგში ფიზიკური პირის შემოსავლის 40,000-ის გაზრდაზე ქონების გადასახადის ვალდებულების განსაზღვრისას. ესე იგი, მიმდინარე 40,000 ლარიდან იწყება განსაზღვრა ფიზიკური პირის ქონებაზე, სხვა რაიმე ჩანაწერი კოდექსში არ არის ამ თანხასთან დაკავშირებით. ნინა შეხوار გაქრანი. თიკო, ეს ლაპარაკი ხომ არ არის, მოკლედ საუბარი არის, რომ ეს 40,000 ლარიანი ზღვარი დასაბეგრ ქონების შემთხვევაში არის ძალიან დაბალი. ამაზე აქტიური საუბრები მიდის არა მარტო ბოლო პერიოდში, კარგი ხანია უკვე და არის საუბრები, რომ ეს ზღვარი არის ძალიან დაბალი და უნდა გაიზარდოს, იმიტომ რომ დღევანდელი ეკონომიკური გარემოდან გამომდინარე, შემოსავლის ეს ზღვარი მართლა ძალიან დაბალია, მით უმეტეს ოჯახის შემთხვევაში და ყველა ვარიანტი შემთხვევაში აჭარბებს ოჯახი. ჯერჯერობით არანაირი სიახლე არ გვაქვს ამ ნაწილში, ზრდაზე ინფორმაცია არ გვაქვს და თუ რაიმე იქნება, ძალიან მივესალმებით ამ ცვლილებას. ალბათ ამას კი, სავარაუდოდ ეგ იგულისხმება 2005 წელს მიიღეს ეს კანონი, როგორც მახსოვს და მას შემდეგ საკმაოდ ბევრი დროა გასული, ბუნებრივია, თუმცა ჯერობით რამე სიახლე არ არის. თუ რაიმე სიახლე იქნება, ჩვენც ვაქვეყნებთ ხოლმე სიახლეებს ჩვენს page-ზე და შეგიძლიათ რომ გამოგვიწეროთ Facebook გვერდზე. ან შემოსავლების სამსახურის გვერდზე შეგიძლიათ გადაამოწმოთ. ჯერჯერობით წელს, მოკლედ არანაირი სიახლე არ გვაქვს. მეორე კითხვა ესეთი, ოჯახის შემოსავლის განსაზღვრის მიზნით მეუღლედ მიიჩნევა თუ არა შვილის ის მშობელი, რომელთანაც არ ვიმყოფებით რეგისტრირებულ სამოქალაქო ქორწინებაში, თუმცა ვცხოვრობთ ერთად და ვეწევით საერთო მეურნეობას. ეს პირი თავად წარადგენს ინდივიდუალურ ქონების დეკლარაციას მისი შემოსავლების და საკუთრებაში არსებული ქონების შესაბამისად. მოკლედ, ნინო, თუ გინდა შენ ფასი. მოკლედ, მე გავცემ პასუხს. ვთქვით, რომ რეგისტრირებული ქორწინებაში მყოფი
მეუღლეები და მათი არასრულწლოვანი შვილების შემთხვევაში ცალსახად ოჯახური დეკლარაცია უნდა გაიგზავნოს, თუ არ იგზავნება, უნდა გაიგზავნოს და სხვა ყველა შემთხვევაში პირი ინდივიდუალურად რეალობიდან გამომდინარე თვითონ საზღვრავს იმის მიხედვით მუდმივად ცხოვრობენ ეს ოჯახის წევრები მასთან და ეწევიან თუ არა საერთო მეურნეობას. რეალობიდან გამომდინარე უნდა განსაზღვროს პირმა ოჯახის პირთა წრე. ვინ იქნებიან ისინი? მადლობა ნინო, დავამატებ კიდევ ამ საკითხს იმასაც, რომ მოკლედ ჩანაწერი ესეთია, რომ თქვენ თვითონ უპირობოდ განსაზღვროთ ამ პირთა წრეს, რომელთან ერთადაც მუდმივად ცხოვრობთ და საერთო მეურნეობას ეწევით. შეიძლება თქვენ არ ხართ რეგისტრირებულ ქორწინებაში, თუმცა ვინაიდან კითხვაც ესე იყო ფორმულირებული, რომ საერთო მეურნეობას ეწევით და ამას ამტკიცებთ, ასე რომ ვთქვათ, გიწევთ საერთო ქონების შესაბამისად, ანუ ოჯახის დეკლარაციის შედგენა და არა ინდივიდუალურის, მაგრამ ეგ რო გაითვალისწინოთ, რომ თქვენ თვითონვე უპირობოდ ადგენთ რეალურად ვინ არიან თქვენი ოჯახის წევრები და ვისთან ერთად ეწევით ამ საერთო მეურნეობას. შემდეგი კითხვა, მოგესალმებით, ოჯახის წევრის პენსია თუ შეიტანება ოჯახის წლიურ შემოსავალში? სახელმწიფო პენსია აუცილებლად შედის კი შემოსავალში. შედის. და ასევე შემდეგი კითხვა, რომ ფიზიკურ პირებს თუ მისდით შეტყობინება ან რაიმე სახის ინფორმაცია, რომ გადასცნენ 40,000 ლარიან ზღვარს და გადასახდელი აქვთ ქონების გადასახადი. კი, გეტყვით ამაზე, ბოლო პერიოდში საინფორმაციო კამპანია ამ კუთხით ბოლო წლებში უფრო სწორად დაახლოებით 2-3 წელია შემოსავლების სამსახურის მიერ საკმაოდ გააქტიურდა. შეტყობინებები SMS-ის სახით წესით პოტენციურად ვისაც ეკუთვნის ქონების გადასახადის გადახდა და აცდენილი ამ ზღვარს უნდა ეგზავნებოდეს, თუმცა ჩვენი რჩევა არის კომპანიის სახელით გეტყვით, რომ თუ ეს შეტყობინება არ მოგივიდათ, არ იფიქროთ, რომ აი შეტყობინება არ მოსვლია და ესე იგი არ მეკუთვნის დეკლარაციის წარდგენა. აუცილებლად უნდა გადახედოთ ჩვენი ვებინარიც თქვენ ინფორმირებულობას ემსახურება და აუცილებლად უნდა გადახედოთ თქვენ შემოსავალს. რომც არ მოგივიდეთ ეს შეტყობინება, გაქვთ ინფორმაცია თქვენი შემოსავლების შესახებ და აუცილებლად უნდა გადახედოთ. წესით იგზავნება SMS შეტყობინებები და თქვენს RS გვერდზეც შეგიძლიათ თქვენი შემოსავლების შესახებ ინფორმაციის ნახვა. ნინო, ასევე არის ესეთი კითხვა, რომ თუ ფიზიკური პირი 2024 წლის ივლისამდე იყო ინდმეწარმე და შემდეგ მიიღო მცირე სტატუსი, ამ დროს როგორ დაიანგარიშებაო მისი შემოსავალი? ეს არის ძალიან კერძო შემთხვევა. ინდმეწარმის შემთხვევაში შემოსავლებში სრულად ინდმეწარმის საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი შეიტანება და მცირე მეწარმის შემთხვევაში როგორც თქვით, მცირე მეწარმის საქმიანობიდან მიღებული შემოსავლის მხოლოდ 25%. სავარაუდოდ, ეხა ეს შეკითხვა თუ კითხვა მომწურავი არ იქნება თქვენთვის, განმეორებით მოგწერეთ და დამუშავებულს გამოგიგზავნით. სავარაუდოდ, სტატუსის მიხედვით დაანგარიშდება ეს შემოსავალი. თქვათ, რამდენი ხანი იყო ინდმეწარმე და ამ პერიოდში რა შემოსავალი ჰქონდა და შემდეგ რამდენი ხანი იყო მცირე მეწარმე და ამ პერიოდში რა შემოსავალი ჰქონდა. შემდეგი კითხვა გვაქვს ესეთი, შემოსავლებში შეიტანება თუ არა 6 თვეზე მეტი ხნით საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალება რეალიზაციით მიღებული შემოსავალი, ანუ გაყიდვიდან ნამეტი რაც მიიღო, უნდა დაადეკლარიროს თუ არა. წესით შეიტანება ქონების გადასახადის მიზნებისთვის, თუმცა ამასაც დაგიზუსტებთ, რაიმე ცვლილება ხო არ არის. კითხვა შევინახავთ და მოგწერთ. კი, შესაძლებელია გათავისუფლებებში მოხვდეს, ამიტომ დავაზუსტებთ და დაგიკავშირდებით. გთხოვთ ანონიმურად გაქვთ მიწერილი და მეილზეც რომ მოგწეროთ, რომ დაგიბრუნოთ პასუხი დაზუსტებული. პიროვნება, რომელსაც აქვს ომის ვეტერანის სტატუსი, ინვალიდობა და პენსია მას ეხება თუ არაო?
გეტყვით, სახელმწიფო პენსია ცალსახად შეიტანება, აი ზოგადი განმარტება არის ესეთი, რომ სახელმწიფო პენსია შეიტანება შემოსავალში. კონკრეტულად რა ტიპის სავარაუდოდ ეს პენსიაც იქნება სახელმწიფო, ხო? სახელმწიფო გასცემს ამ გასაცემელსაც და წესით შეიტანება. ოჯახის შემოსავალში მოგიწევთ, რომ გაითვალისწინოთ. შემდეგი კითხვა, ქონების საბაზრო ღირებულებას სისტემა აგენერირებს თუ ჩვენი შეხედულებით აღნიშნავთ? ქონების საბაზრო ღირებულებას სისტემა არ აგენერირებს, თქვენ უნდა განსაზღვროთ რეალობიდან გამომდინარე თქვენი ქონების საბაზრო ღირებულება. ამის ბევრი სხვადასხვა მეთოდი არსებობს, მაგალითად ბინის შემთხვევაში, ხო, საბაზრო ღირებულება როგორ განსაზღვროთ? იგივე რაიონში, იგივე მდებარეობის, იგივე მდგომარეობის ბინა რა ღირს, ის ფასი უნდა აიღოთ საბაზრო ფასის განსაზღვრისას. ან რა ფასად გაყიდდით? სპეციალური საიტებიც არის ამისთვის, სხვადასხვა საიტი და იქაც შეგიძლიათ გადაამოწმოთ საბაზრო ღირებულებები. ანუ შეგიძლიათ რომ home-ზე ან სადმე მოიძიოთ ინფორმაცია მოკლედ თქვენს უბანში თქვენი კვადრატულობის შესაბამისი მაგალითად ბინა რო ავიღოთ რა ღირს ან რამდენად და ის უნდა შეიტანოთ წესით. იმიტომ რომ აუცილებელია ესეც განსაზღვროთ, იმიტომ რომ თუ მაგალითად არაადეკვატური ფასი გაქვთ მითითებული, შეიძლება შემოსავლების სამსახურმა შემოწმება დანიშნოს და თვითონ შეგიფასოთ თავიანთი შემფასებლის მხრიდან რა ღირს ეს ქონება. შესაბამისად, უმჯობესი არის, რომ რეალური თანხა ჩაწეროთ თქვენ თვითონ განსაზღვროთ რეალური ღირებულება თქვენი ქონების. შემდეგი კითხვა, ჯარიმების ოდენობაზე რო დამიზუსტოთ, პირობითად თუ მეკუთვნის 300 ლარის გადახდა, ჯარიმა ამ გადასახდელი 300 ლარის 5%-ია, ამაზე რო დააზუსტოთ პასუხი. თუ თქვენ უნდა 1 ნოემბერს ახლა უნდა დაგედეკლარირებინათ დეკლარაცია და დასარიცხი გადასახადი უნდა ყოფილიყო 300 ლარი, მაგრამ 1 ნოემბერს არ დაადეკლარირეთ და ვთქვათ 1 დეკემბერს დაადეკლარირეთ, ანუ 2 თვის შიგნით დაგვიანებით მოხდა წარდგენა, ამ 300 ლარის 5% დაგერიცხებათ ჯარიმის სახით. 300 ლარი ძირი თანხა ისედაც დაგრჩება და პლუს 5% ჯარიმის სახით. თუ 1 დეკემბერს კი არა, შემდეგი წლის მაგალითად მარტში წარადგინეთ, ანუ 2 თვეზე მეტი დაგვიანებით, ასეთ შემთხვევაში 300 ლარის 10% დაგერიცხებათ ჯარიმის სახით. ნინო, შემდეგი კითხვა, შეუძლიათ თუ არა მეუღლეებს ცალ-ცალკე გადააგზავნონ ინდმეწარმის დეკლარაცია? მეუღლებს დეკლარაცია იგულისხმება, ალბათ მე წავიკითხე არასწორად. მეუღლეებს შეუძლიათ ცალ-ცალკე გადააგზავნოთ, მაგრამ აქ შეიძლება არასწორად წარდგენისთვის სანქცია დაგეკისროთ, რატო? შეიძლება გადასახადის შემცირებაში მოგედაოთ შემოსავლების სამსახური. ანუ ჩემი ინდივიდუალური შემოსავალი შეიძლება არ სდებოდეს 40,000 ლარს, მაგრამ და მეც და ჩემმა მეუღლემაც ესე წარვადგინოთ, მაგრამ ჯამური ოჯახური შემოსავალი 40,000 ლარს ცდებოდეს, ხო? ან ზღვარი 40-დან 100,000 ლარამდე და კიდე 100,000 ლარს ზემოთ არის და განაკვეთები ამის მიხედვით იზრდება, ხო? კი, შეგიძლიათ წარადგინოთ, მაგრამ თუ ეს გადასახადს გიმცირებთ, ესეთ შემთხვევაში შემოსავლების სამსახურს შეუძლია რომ სანქციები დაგაკისროთ შემცირებისთვის. არ ვიცი ამომწურავად თუ გავეცი, ტიკო. ესეთ კი. გეკნებათ მოგწერეთ აუცილებლად პასუხების მიხედვით, თუ რამე კითხვა კიდევ გაგიჩნდებათ, მოგწერეთ და უპასუხოთ. შემდეგი კითხვა ესეთი. ასევე სასოფლო მიწის ნაკვეთებზე მხოლოდ ჰექტარი უნდა მიეთითოს პროგრამაშიო, როდესაც მიწა 600 კვადრატული არის. ამ შემთხვევაში მეკუთვნის შევსება, რადგან ასევე ახსენეთ, რომ თუ საჯარო რეესტში რეგისტრირებული გაქვთ, ავტომატურად გარიცხავთ სახელმწიფო გადასახადს და დეკლარაციის შევსების ვალდებულება არ გაქვთ. კი, თქვენ 600 კვადრატულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ავტომატურად თუ რეგისტრირებული არის, როგორც წესი და რიგია სისტემაში, ეს სისტემა შემოსავლების სამსახურს გადასცემს ინფორმაციას და შემოსავლების სამსახური ავტომატურად დაგარიცხავთ გადასახადს ამ 600 კვადრატულზე. ჰექტრებში გადაიყვანს, 0.06 ჰექტარი იქნება და ავტომატურად დაგარიცხავთ.
ნინო, ასევე ინდივიდუალურ დეკლარაციებზეა განმეორებით შეკითხვა, რაზეც საუბრობდით, რომ თუ მათი შემოსავალი არ ცდება 100.000 ზღვარს, მაგ შემთხვევაში რა ხდება და თუ ცდება 100.000 ზღვარს, მაგ შემთხვევაში რა ხდება? ხო, ესე იგი 40.000 ლარს თუ არ ცდება ოჯახის შემოსავალი, ვთქვით, რომ დასაბეგრ ქონებაზე არაფერი წარდგენის ვალდებულება არ გვაქვს. 40-დან 100.000 ლარამდე სხვა განაკვეთები მოქმედებს, დიფერენცირებულია დასაბეგრ ქონებაზე გადასახადები. კერძოდ, აი 0.05-დან 0.2%-მდე მერყეობს, ხოლო 100.000 ლარზე მეტი თუ არის ეს ოჯახური შემოსავალი, იქ კიდევ უფრო მაღალი ზღვრები არის. და ამიტომ არის შემოსავლის სწორად განსაზღვრა, იმიტომ რომ თუ ჩვენ მაგალითად დაბალი პირობა მივუთითეთ 100.000-ზე მეტი გქონდა შემოსავალი, მაგრამ მივუთითეთ რომ 40-დან 100.000-მდე გვაქვს, აქ დაბალი ქონების განაკვეთებით დავიბეგრებით და გამოგვივა რომ გადასახადი შევიცი. ამიტომ მაქსიმალურად სწორად უნდა იყოს განსაზღვრული. შემდეგი კითხვა. ფიზიკურ პირს შარშან ჰქონდა ვალდებულება, რომ ჩაება დეკლარაცია და არ დაუყარებია. წელს კიდევ მოვიდა შეტყობინება, რომ ვალდებულება აქვს ჩის. ახლა როგორ მოიქცეს? შარშანდელიც უნდა წარადგინოს თუ მარტო წლევანდელი თუ შარშანდელი უნდა წარადგინოს მხოლოდ? ხო, ესე იგი, პირველი ის რომ, ანუ არ ვიცი რა ტიპის ზოგადი შეტყობინება მიუვიდა სავარაუდოდ, რომ ფლობს ქონებას და წარსადგენი აქვს დეკლარაცია, ხო? ან ერთ ვარიანტია და ამ პირდაპირ შეტყობინება მოუვიდა, რომ ფლობდი ქონებას, უნდა წარმოგედგინა და არ წარმოადგინე დეკლარაცია. არ ვიცი რა ტიპის შეტყობინება არის, მაგრამ ყველა ვარიანტი ჯობია, რომ წარადგინოს წინა წელზეც ცალკე დეკლარაცია და მიუთითოს, როგორც წესი და რიგია, გადასახადები, რაც უნდა გადაეხადა და ასეთ შემთხვევაში დაგვიანებით წარდგენისთვის ძირგადასახადთან ერთად, როგორც ვთქვით, უკვე 10% დაერიცხება და მიმდინარე წელს რაც ეკუთვნის, ჩვეულებრივად 2024 წლის მიხედვით ის ქონება და დასაბეგრი მიწა დაადეკლარიროს. აქაც თუ რამე კონკრეტული შემთხვევა აქვს, თიკო, უკეთესი იქნება, რომ მოგწერონ. კი ბატონო. შემდეგი კითხვა, RSG-ზე როგორ ვნახავთ ჩემი შემოსავლის შესახებ ინფორმაციაო? RSG-ზე ვნახულობ ინდივიდუალურად, მეკუთვნის თქო რა დეკლარაციის შესახებ. RSG-ზე თუ გაქვთ თქვენი გვერდი, ზოგადი ინფორმაციის ნაწილში არის ინფორმაცია თქვენი შემოსავლების მიხედვით, წლების მიხედვით. აქაც შეგვიძლია, რომ დაგეხმაროთ და ვთქვათ, განახოთ კონკრეტულად რა ნაწილში. ზოგადი ინფორმაციის ნაწილში და ვერიპოვეთ, მოგწერეთ და დაგეხმაროთ. ეს ინფორმაცია თქვენ იმ შემთხვევაში გამოგადგებათ, რომ შემოსავალი განსაზღვროთ, RSG-ზე არსებული ინფორმაცია, თუ თქვენ შემოსავლებს სწორად ადეკლარირებთ. თუ ეს შემოსავლები არასწორად დეკლარირდებოდა თქვენი ან სხვისი მიზეზით, მაშინ შეცდომაში შეგიყვანთ ეს ინფორმაცია. ამ მოდულს ძალიან კარგად გამოიყენეთ იმ შემთხვევაში, თუ შემოსავლების შესახებ ინფორმაცია სწორად არის დეკლარირებული. პირდაპირ აიღებთ ციფრს და გეცოდინებთ. შემდეგი კითხვა ისევ საბაზრო ფასთან დაკავშირებით, როგორ განსაზღვრავთ ბინის ან მანქანის საბაზრო ფასს? როგორც თქვა, საიტები არის საკმაოდ იგივე ყიდვა-გაყიდვის საიტები, სადაც ანუ აშკარად ჩანს, რომ ვთქვათ, ამ მოდელის, ამ თარიღში გამოშვებული მანქანა ამ ძრავის მოცულობით რა ღირს, ხო, ამ მდგომარეობაში. და იმ საბაზრო ფასს ავიღებთ, გადავხედავთ რამდენიმე მაგალითს. ასევე ბინების ყიდვა-გაყიდვების საიტიც არის და შეგვიძლია კონკრეტულ უბანში, კონკრეტული მდგომარეობის, კონკრეტული კვადრატულობის მიწა რა ღირს, თქვა, შედებარე სხვა ფასი აქვს, უკვე დასრულებულ სხვა ფასი და ძალიან ლოგიკურად შესაძლებელი არის, რომ მაქსიმალურად მიახლოებით განისაზღვროს საბაზრო ღირებულება. შემდეგი კითხვა გვაქვს დავსვით რომელიმე სტატი თავისუფლებს
ინვალიდი, ვეტერანი, იძულებით გადაადგილებული პირი ან შეღავათი ხომ არ აქვს? თიკო, კითხვა რომ გაიმეოროთ ხდებოდა, კარგად ვერ გავიგე. ანუ კითხვა აქვთ ესეთი, რომ ინვალიდის სტატუსზე პენსიაზე რომ გკითხეს, მოკლედ მან რეალური კითხვა ის იყო, რომ ამ შემთხვევაში თუ მაგალითად ადამიანი არის ვეტერანის სტატუსი ან იძულებით გადაადგილებული პირი, შეღავათით ხო არ სარგებლობს და შეიძლება უწევს თუ არა საერთოდ გაგზავნა მოკლედ დეკლარაციის. შეღავათებიდან, ეხლა შეღავათების საკმაოდ დიდი ჩამონათვალი არის და ეხლა რაც მახსენდება, იძულებით გადაადგილებული პირის შემთხვევაში, სახელმწიფოსგან მიღებული ქონების პირველადი რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი შემოსავალში არ შეიტანება. პირველადი სახელმწიფოსგან თუ აქვს მიღებული რაღაც ქონება, დევნილს იძულებით გადაადგილებულ პირს და ამ ქონებას გაყიდის, იქედან მიღებულ შემოსავალს არ შეიტანს. ეს შეღავათი მახსენდება ეხლა. სხვა ისეთი არაფერი ქონებასთან დაკავშირებით არ მახსენდება. ანუ შეღავათები ამ კუთხით ნაკლებია, იმიტომ რომ ხო, მოკლედ თუ ქონებას ფლობ, დიდ ქონებას, მიწას და პლუს შემოსავალი გაქვს, ამ შემთხვევაში სტატუსი მოკლედ სახელმწიფო გთვლის, რომ გადახდისუნარიანი ხარ და შეძლებ, რომ გადასახადი გადაიხადო. ნაკლებად არის შეღავათი. კი ბატონო, შემდეგი კითხვა არის ჯარიმასთან დაკავშირებით ერთჯერადაც დამერიცება თუ არა 5 ან 10%-ო. ეს არის კითხვა. კი. ჯარიმის სახით დაგერიცხებათ ეს თანხა, კი, ერთჯერადად. შემდეგი კითხვა ესეთი, მაინტერესებს უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც აქვს საქართველოს ბინადრობის მოწმობა. აქვს ხელფასი საქართველოში და აქვს ქონება საქართველოში. ჩვეულებრივ ავსებს ქონების დეკლარაციას როგორც საქართველოს მოქალაქე? ხო, ესე იგი, აქ არის რეზიდენტობის ნაწილი არის გასათვალისწინებელი, როგორც მივხვდი, საქართველოში ფლობს ქონებას, ხო? თიკო, საქართველოს ტერიტორიაზე ფლობს ქონებას, საქართველოში არსებული წყაროდან აქვს მიღებული შემოსავალი. თუ ეს შემოსავალი 40,000 ლარზე მეტია, ასეთ შემთხვევაში ჩვეულებრივ აქვს დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება. კი ბატონო, მანქანა არ განიხილება ქონებაში, ეგეთი კითხვაა შემდეგი. კი, აუცილებლად მანქანა განიხილება ქონებაში. დასაბეგრ ქონებაში შედის მანქანა და ადგილმდებარეობაში ეთითება, სადაც ის არის თუ თბილისში არეგისტრირებული, თბილისი, თუ ბათუმში, ბათუმი და ასე შემდეგ. შემდეგი კითხვა ესეთი, პირადი გადარიცხვით მიღებული თანხების შემოსავალში ხო არ ჩაითვლება ფიზიკური პირისგან, როდესაც თანხა უბრალოდ გერიცხება? მიზნობრიობას გააჩნია, ვთქვათ, იმ მიმღებ პირს რა მიზნობრიობით ჩაერიცხა, ხო? ეს თუ არის, აი მაგალითად გრანტებზე აქვთ ხოლმე ხშირად შეკითხვა, ვთქვათ, გრანტებზე კი არა, ოჯახის წევრმა, ვთქვათ, პირად ანგარიშდა ჩამირიცხა საზღვარგარეთიდან რაღაც თანხა. ასეთ შემთხვევაში ოჯახის წევრისგან ჩარიცხვის შემთხვევაში შემოსავალში არ შეიტანება, თუ ოჯახის წევრმა ჩამირიცხა. ეს დახმარების თანხა ან თუ დაფინანსების თუ რაც არის. უბრალოდ პირადი გადარიცხვა არ შეიტანება. მადლობა ნინო და ბოლო კითხვა გვაქვს ეგეთი, ეხა გაჟღერდა ერესთან აღებული მონაცემები შეიძლება სწორი არ იყოს და ერეს გვერდის გარდა როგორ შეგვიძლია დავითვალოთ პირადი შემოსავალი? ყველაზე კარგად ჩვენ ვიცით ჩვენი შემოსავლების შესახებ, ხო? მაგალითად, თუ მე ვარ მცირე მეწარმე, ვიცი რომ რა შემოსავალი მაქვს მცირე ბიზნესის საქმიანობიდან, რომც არ ვადეკლარირებდე, ეს ვთვლით რომ ვადეკლარირებთ, მაგრამ ვთქვათ არ ვადეკლარირებ. ვიცი რომ რა მაქვს შემოსავალი მცირე მეწარმეობიდან, ვიცი რა მაქვს შემოსავალი, ვთქვათ, სხვა საქმიანობიდან, მაგალითად დასაქმებული ვარ კონკრეტულ ორგანიზაციაში და ვიღებ იქედან 100,000 ლარს ხელფასის სახით, ასევე სხვა ორგანიზაციიდან ვიღებ დივიდენდის სახით 100,000 ლარს, ხო? რომც არსად არ ფიქსირდებოდეს ეს ყველაფერი, მე ხო ვიცი რომ მაქვს ეს შემოსავლები და წესით დავაჯამებ ამ ყველაფერს და იმის მიხედვით განსაზღვრავს შემოსავლებს.
შემდეგ გვაქვს კიდევ კითხვები. მეგობრებო, აი თიკო, სანამ შემდეგ კითხვაზე გადახვალთ, ეს პრეზენტაცია გამოგეგზავნებათ, ხო, თიკომაც გითხრათ და იქ შემოსავლის კატეგორიაში რა შეიტანება, რა ტიპის შემოსავლები შეიტანება, კარგად არის ჩაშლილი და კიდევ ერთხელ გადახედეთ, რომ თქვენი შემოსავლებიდან რა უნდა შეიტანოთ და რა არა შემოსავლის ზღვაში. და თუ კიდევ კითხვა გექნებათ, გიპასუხებთ წერილობითაც. ნინო, ზედა კითხვაზე, რაზეც ახლა საუბრობდით, მან კიდე ერთი კითხვა აქვს და ჯობია ის გავაგრძელოთ, სანამ სხვა თემაზე გადავალთ. ანუ თვითონ შეიძლება დაითვალოს, მაგრამ შემოსავლების სამსახური როგორ დაგვითვლისო, ამაზეა საუბარი. რამდენად მიხვდება შემოსავლების სამსახური, ხო? მაგალითად, ერეს გვერდზე მე მიჩვენს, რომ 20,000 ლარი მაქვს შემოსავალი და პირობითად თუ რეალურად 200,000 მაქვს, რატომ უნდა დავადეკლარირო? ეს არის პირდაპირ ვთქვათ კითხვა, ხო? ანუ შემოსავლების სამსახურს სავარაუდოდ აქვს თავისი ბერკეტები, მე არ ვფლობ ზუსტ ინფორმაციას ამის შესახებ, მაგრამ სავარაუდოდ აქვს გადამოწმების რაღაც ბერკეტები. მინიმუმ ის რომ მიწის შესახებ, დასაბეგრი მიწის შესახებ ინფორმაციებს ცვლიან მარეგისტრირებულები ორგანოები და შემოსავლები, ანუ შემოსავლებს შეუძლიათ თქვენი ქონების შესახებ ინფორმაცია მოიძიოს და ნახოს. თუ რაღაც ეჭვები გაუჩნდება. ბატონო, აი მაგის თქმას ვაპირებდი მეც ნინო, რომ საჯარო რეესტრში რეალურად საჯაროა ეს ინფორმაცია თქვენი ქონების შესახებ და შესაძლოა რომ მხოლოდ შემოსავალს რო თავი დავანებოთ, იქაც ნახოთ თქვენ საკუთრებაში არსებული ქონება. ასევე გვაქვს ესეთი კითხვა. ჯარიმასთან ერთად გთხოვთ საურავებზეც რომ დაგვიზუსტოთ. საურავები ახსენეთ, რომ ეს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ირიცხება და თუ არ გადავიხადეთ წინა წლის, მომდევნო წელს თუ ვავსებ დეკლარაციას. წინა წლის ქონების გადასახადის მხოლოდ 5 ან 10% მომიწევს და საურავი არ დამერიცხება? საურავის დაგერიცხებათ ჩვეულებრივად. როგორც ინფორმაცია მაქვს, თუ ამ ნაწილში რაიმე ცვლილება არ შესულა ბოლო პერიოდში, საურავებით წესით მოგიწევთ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.05%-ის ოდენობით. შემდეგი კითხვა ესეთი. გამარჯობა, როდესაც ბინა იპოთეკით არის ნაყიდი და ჯერ გადახდილი არ არის სრულად. ასეთი ქონებაც ბოლო ნაწილი კარგად ვერ გავიგე, მაგრამ ამაზე თუ აქვს ქონების გადასახადის გადახდის ვალდებულება, ეგ არის კითხვა თიკო? წდება ხმა, მოდი. მოდი, შენებარებინა, რომელიც სტენდობის ხელშეკრულებით არის ალბათ ნაყიდი. მოკეთ, ბინა დატვირთულია, კითხვა არის ესეთი, რომ ბინა დატვირთულია იპოთეკით, ხო? და აქვს თუ არა გადახდის ვალდებულება და ქონების დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება, ხო? ხო, აქ მნიშვნელოვანი არის ის, თუ ეს ბინა არის საკუთრების უფლება თუ არის ჩვენზე, ყველა შემთხვევაში ვიხდით გადასახადს. სრულად გვაქვს დაფარული ამის იღირებულება, რაიმე ვალდებულება გვაქვს ბანკთან ან სხვა პირთან, ამას მნიშვნელობა არ აქვს. თუ ქონება არის ჩვენ საკუთრებაში ამ მფლობელობაში, მაგ შემთხვევაში ვიხდით ქონების გადასახადს. ვადეკლარირებთ და ვიხდით. თუ რაიმე კერძო შემთხვევა არის და უფრო მეტი დეტალის მოწერა შეგიძლიათ, დაგვიტოვეთ შეკითხვა და გიპასუხებთ. თიკო, რატომღაც არ მესმის კითხვებს ვერ ვხედავ და არ მესმის შენ მიერ გაჟღერებული კითხვები და როგორ მოვიქცეთ?
აი, უკვე შემიძლია ვნახო კითხვები. ესე იგი, იპოთეკის შეკითხვას ისმის ჩემი ხმა? ისმის. იპოთეკის შეკითხვას გავეცით პასუხი და შემდეგი კითხვა არის, რამდენად შესაძლოა დაჯარიმდეს ადამიანი, რომელიც ქონების ღირებულების განსაზღვრისას აკლებს სესხის თანხას, რომელიც აქვს აღებული ამ ქონების შესაძენად. ცოტა უსამართლოა იხადო ქონების გადასახად იმ ქონებაზე, რომლისთვის კიდევ 10-15 წელი ბანკს სესხი უნდა უხადო. აი, სრულიად გასაგებია ჩემთვის, უბრალოდ ჩვენ ქონების გადასახადს არა მარტო ისეთ ქონებაზე ვიხდით, რომლის თანხაც ჯერ არ დაგვიფარია და სესხებს ვიხდით, დიდ სესხებს ვიხდით ბანკში. მშენებარე ბინის ინფორმაციასაც ვადეკლარირებთ, რომელშიც ჯერ არ ვცხოვრობთ. შეიძლება 5 წელი ვადეკლარირებდეთ მშენებარე ბინას და ჯერ არ ვცხოვრობდეთ და სამწუხაროდ გვიწევს დადეკლარირება, ესეც დასაბეგრ ქონებაში შედის. კიდევ თუ არის რამე ნინო, კითხვები? მე წესით დაგიბრუნდით, ახლა როგორ გესმით ჩემი ხმა? გვესმის თიკო, ეხლა მგონი სხვებსაც ესმით. ბოდიშით ინტერნეტის პრობლემა მქონდა. თუ რამე კითხვები გაქვთ, გავაგრძელოთ. მეგობრებო, სანამ კითხვებს მოგწერთ, თუ კითხვები იქნება, შეგვიძლია რომ კიდევ გავაგრძელოთ. მანამდე გეტყვით ჩვენი საჩუქრის შესახებ. მოკლედ, ვინც დღეს გვესწრებით ვებინარზე, ყველა თქვენგანს პრეზენტაცია გამოგეგზავნებათ და ჩვენი საკონტაქტო ინფორმაციაც, მობილურის ნომერი, შეგიძლიათ რომ დაგვიკავშირდეთ. ერთჯერადად პირველად კონსულტაციას უფასოდ გთავაზობთ და ამ ვებინარის ფარგლებში, რადგან დღეს ჩვენი დამსწრეები ბრძანდებით, შეგიძლიათ რომ ამით ისარგებლოთ და ის კითხვები, რაც დღეს გიპასუხეთ, ან შეიძლება რაიმე არ იყო ამ უწურავი და უფრო მეტი ინფორმაცია ინტერესებთ, შეგიძლიათ რომ ვკითხოთ მობილური საშუალებით ინდივიდუალურადაც და ვეცდებით რომ გიპასუხოთ. მაგის გარდა, თუ ამ კითხვების მიღმად დაგჭირდებათ დახმარება დეკლარაციის წარდგენასთან დაკავშირებით, ან რაიმე უფრო ღრმა კონსულტაცია ან ქონების შეფასების ნაწილში, 20%-იან ფასდაკლებას გთავაზობთ და შეგვიძლია რომ ამ კუთხითაც ვითანამშრომლოთ. ნინო, კითხვა დაიწერა შემდეგიც. მამისგან მემკვიდრეობით მერგოს სახლი და ისეც უნდა დავბეკრო, გასულია 3 წელი. არა. ჯულიეტა, პირიქით მადლობა თქვენ. კიდევ არის ესეთი კითხვა, შარშანდელი მონაცემებით თუ არ არის შეცვლილი, ავტომატურად არ შეივსება დეკლარაციის წარდგენა ამ შემთხვევაში საჭიროა? თუ არაფერი არ შეცვლილა და გინდათ ისე გაიგზავნოს, როგორც შაშან წარადგინეთ, ავტომატურად მოხდება წარდგენა და დარიცხვა. წინა წლის დეკლარაციის მიხედვით. მეტი კითხვა ამ ეტაპზე არ გვაქვს. გავმეორდები კიდევ რომ შეგიძლიათ კითხვები აქ მოგწეროთ, ან დაგვიკავშირდეთ, პრეზენტაციაშიც იქნება და მეილშიც ჩვენი საკონტაქტო ინფორმაცია მოცემული. ამის გარდა აუცილებლად გამოგეგზავნებათ ვებინარის ჩანაწერი და მასალებიც, შეგიძლიათ მასაც გაეცნოთ. პირველადი კონსულტაცია იქნება ვებინარის ფარგლებში, ვინც დღეს გვესწრებოდით უფასო, ხოლო თუ დახმარება დაგჭირდებათ დეკლარაციის შევსებაში, ან რაიმე კუთხით კონსულტაცია, უკვე შემდგომ ეტაპზე უფრო ღრმად შევსების ნაწილში 20%-იან ფასდაკლებას შემოგთავაზებთ თვითონ სერვისზე. პირიქით, მადლობა თქვენ რომ გვესწრებოდით და ჩვენთან ერთად იყავით. მადლობა და წარმატებებს გისურვებთ. მადლობა ყველას. აი კიდევ იწერება კითხვები. ნაჩუქარი სახლი ქონების გადასახადით არ იბეკრება, შემოსავლებში არ შეიტანება თუ არ იბეკრებაო? შეიტანება ნაჩუქარი სახლი შემოსავლებში ჩვეულებრივად შეიტანება. აქ წევან კითხვა იყო და
ნამეტი, აი, როგორ არის, იცით, ოჯახის წევრისგან მემკვიდრეობით მიღებული ქონების შემთხვევაში, აი, 2 წელზე რეალიზაციის შემთხვევაში, 2 წელზე მეტი ვადით, 2 წელზე ნაკლები თუ არის გასული, მაგ შემთხვევაში შემოსავალში არ შეიტანება. ეგ ვიგულისხმე. და მამკვიდრების, ანუ ვინც გვაჩუქა იმისი და ჩვენი ფლობის პერიოდები ჯამდება და 2 წელი და 2 წელზე მეტი ვადით პერიოდი ამის მიხედვით დაითვლება. და ისე ჩვეულებრივად შემოსავალში დაბეგვრაში შეიტანება. მადლობა ნინო, მე მგონი მეტი კითხვები არ გვაქვს. შესაბამისად, ამით დავასრულებთ დღეს ჩვენს ვებინარს. მადლობა ყველას, რომ გვესწრებოდით, იმედია დაგეხმარეთ. თუ დაგჭირდებათ კიდევ დამატებით კონსულტაცია, აუცილებლად მოგმართეთ. ყველა საკითხს მეილზე გამოგიგზავნით შეხვედრის შემდეგ. მადლობა და ნახვამდის. წარმატებებს გისურვებთ. ნახვამდის.